მოგესალმებით სინდისის პატიმრებს, ვინც ახლა გვიყურებს. მოგესალმებით ძმებო, დებო, სინდისის პატიმრებო. მივესალმები ყველა რეჟიმის ტყვეს, ვინც უკანონოდ არის დღეს გამომწყდეული გისოსებს მიღმა. გამარჯობა და გამარჯვება ყველა სინდისის პატიმარს. მივესალმები სინდისის პატიმრებს. გამარჯობა ბიჭებო, გოგოებო, ჩვენო თანამებრძოლებო. დღეს ახალი წელია და ნახევრად ზეიმი გვაქვს. მივესალმები სინდისის პატიმრებს. მივესალმები ზვიად რატიას. მე მინდა ყველა სინდისის პატიმარს მოგესალმოთ და გისურვოთ თავისუფლება. მივესალმები ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც სამწუხაროდ დღეს ციხეში არიან და ამ ხალხ საზოგადოებამ ძალიან სწორედ შეარქვა სინდისის პატიმრები. მივესალმები თითოეულ ჩვენს გმირს, სინდისის პატიმარს ამ რეჟიმის ტყვეს. მინდა მივესალმო ყველა სინდისის პატიმრებს, უაშკაცეს ხალხს. მოგესალმებით გილოცავთ ყველას 2026 წელს, განსაკუთრებულად რეჟიმის ტყვეებს, გოგოებს, ბიჭებს, ქალებს, კაცებს. ძალიან დიდი უსამართლობა არის, რომ აქ ახლა თქვენ არ ხართ. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ერთობით, სიმტკიცით და გაუტეხლობით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი. მე ვარ მაგალითად კინორეჟისორი და ჩვენ კინომოძრაობამ 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი გავაკეთეთ პატიმრებზე, რომლებიც Facebook-ით გავრცელდა და მერე საერთაშორისო ფესტივალებზეც ვაჩვენებთ. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია აქედან ვაკეთო. ყველაზე დისიდენტური ჟურნალიდან, ჟურნალ არილის მხატვარი ვარ და აი აქედან ვიბრძვი. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავაჩქაროთ თქვენი თავისუფლება და ქვეყნის თავისუფლება. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვაკეთებთ ანტიკრიზისული პლატფორმა, რათა ანტიკრიზისული პლატფორმის კონცეფციის ფარგლებში მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, უსამართლობის დაძლევა, პოლარიზაციის დაძლევა, თქვენი ტყვეობიდან გამოხსნა, საზოგადოების გაძლიერება და საბოლოო ჯამში გამარჯვება. ვიდგებით ბოლომდე, სანამ ყველა პატიმარი 123 პატიმარი არ იქნება გარეთ. ხედავ ჩემ გარშემო მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ახსოვს და ყველა ცდილობს, რომ სანამ ქვეყნის და თქვენი თავისუფლება არ განხორციელდება ბოლომდე, რომ არ დანებდეს და გააგრძელოთ ყველამ ჩვენ რომ გავაგრძელოთ რაც შეგვიძლია იმის კეთება და ამას გვირდებით. მუშაობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე და სხვადასხვა წამოწყებებზე, რომლებიც ყველა ემსახურება თქვენს განთავისუფლებას და ქვეყნის განთავისუფლებას თავარია. განწირულები ვართ გამარჯვებისთვის, შეუძლებელია საქართველოს დამარცხება, ისეთ საქართველოსთვის, რომელსაც თქვენნაირი მაგარი ვაჟკაცი შვილები ყავთ. როგორც თქვენ იცავთ, მან ჩვენი ქვეყნის ღირსებას, ისე ვიცავთ ჩვენ აქ გარეთ. ქვეყნის ღირსებას და თქვენ ღირსებას ასევე. იცით რატო დგართ, იმიტომ თქვენ გელოდებით. იმიტომ ვერავინ ვერასოდეს ვერ იქნება ვერც თავისუფალი ამ ქვეყანაში, ვერც ბოლომდე ვერ შეიგრძნობს ვერანაირ სიხარულს, სანამ ერთი მათგანი თქვენგან რჩება ციხეში. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავძლიერდეთ, შევთანხმდეთ. დღეს 400 დღე არის, რაც აგვდგავართ და ვიდგებით იქამდე, სანამ არ ჩაგეხუტებით და ერთად არ ვიზეიმებთ საქართველოს გამარჯვებას. ჩვენ ყოველ დღე ვიბრძვით, არ დავიხევთ უკან, არც ერთ დღეს არ ჩავაგდებთ და როგორც ჩვენ ქვეყანას გამოვიყვანთ ამ მდგომარეობიდან, ისევე ამ ჩვენ ტყვეებს გამოვიყვანთ და იქნებიან ჩვენთან ერთად. ჩვენ აქ ვიქნებით ბოლომდე, ყველა ფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ დაგიხსნათ ციხიდან და ჩვენ ერთად შევძლოთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლის საშენება. ერთი სული გვაქვს, როდის მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც დაგიხსნით მაგ ტყვეობიდან და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას აი აქ, აი ამ წესდიში რუსთაველს. გელოდებით აქ, რომ დაგხვდეთ თავაწეულები, როცა თქვენ გამოხვალთ ასევე თავაწეული და ვიმუშავებთ ერთად ქვეყნის კეთილდღეობის დასაჩქარებლად. გელოდებით ერთად ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და ერთობლივად გამოვიყვანთ ამ ქვეყანას კრიზისიდან და დავძლებთ პოლარიზაციას. გავაკეთებ სულ ყველაფერს, რომ თქვენ იყოთ გარეთ. გამაგდით, გენაცვალეთ თქვენ. მიყვარხართ. ხო გახსოვთ, შეხვედრის ადგილი უცვლელია და გელოდებით რუსთავზე. ვიდგებით სადამდეც საჭიროა. ჩვენ იმედი გქონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.